გაიარა 19 დეკემბერმაც და ფაქტობრივად ჩაიარა კომეტა ატლასმაც. თუმცა ეს ობიექტი ჯერ ისევ ჩვენს სიახლოვეს იმყოფება, მიუხედავად მისი მაღალი სიჩქარით მოძრავი ტრაექტორიისა. როგორც ვხედავთ, გადარჩით. არ დაგვეჯახა. კომეტა 3i წილადი ატლასი, იგივე C წილადი 2025 N1 ამჟამად ასტრონომების ყურადღების ცენტრშია. რადგან ის ისტორიაში რიგით მესამე აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისო ობიექტია ოუმუამუასა და ბორისოვის შემდეგ, რომელიც სხვა ვარსკვლავური სისტემიდან შემოვიდა ჩვენთან. ამ ეპიზოდში ვისაუბრებ იმ ყველაფერზე, თუ რატომ იყო 19 დეკემბერი ასე მნიშვნელოვანი თარიღი და იმაზეც, რატომ იქცა ეს კომეტა სენსაციად. კიდევ, რა უცნაურობები გამოავლინა ამ ობიექტმა დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მზის პერიჰელიონიდან დედამიწისკენ აიღო გეზი. ასევე ეპიზოდის ბოლოს ქართულ ენაზე გაჩვენებთ მეცნიერ ავილოებთან ჩაწერილ ამ დროისათვის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს. დაბალანსებისათვის გავიგოთ, რას ფიქრობს ამჟამად ნაწილობრივ კონსპიროლოგიის მოყვარული მეცნიერი. 19 დეკემბერი იმიტომ იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომ ამ დღეს კომეტა ატლასმა მიაღწია დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილს, ერიგეუმს. ობიექტმა ჩვენს პლანეტას დაახლოებით 270 მილიონი კილომეტრის, ანუ 1.8 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ჩაუარა, რაც მეცნიერთა შეფასებით აბსოლუტურად უსაფრთხო მანძილია. ეს სრულიად უსაფრთხო დისტანციაა, რადგან დედამიწასა და მზეს შორის მანძილზე თითქმის 2-ჯერ მეტია. სამწუხაროდ, კომეტა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მის დასანახად საჭიროა მინიმუმ 8 ინჩიანი, ანუ 20 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ტელესკოპი. ის ამჟამად ანდრომედას თანავარსკვლავედის ხედში მდებარეობს. ახლა კი მოდი, სანამ სენსაციურ მხარეზე გადავალ, ვისაუბრებ ყველა იმ სავარაუდო უცნაურობაზე, რაც კომეტამ დეკემბრის განმავლობაში დედამიწასთან მოახლოებისას გამოავლინა. სიახლეები და ანომალიები. პირველი ეს არის ფერის ცვლილება. თავდაპირველად კომეტა მოწითალო იყო, მაგრამ დეკემბერში მან მკვეთრი მწვანე ელფერი მიიღო. ეს გამოწვეულია მასში არსებული 2 ატომიანი ნახშირბადის აორთქლებით, მზის სხივების ზემოქმედებისას. მეორე არის იდუმალი, ანტიკუდი. ასტრონომებმა, მათ შორის ჰარვარდის პროფესორმა ავილოებმა, შეამჩნიეს უჩვეულო სტრუქტურა, ჭავლი, რომელიც მზის მიმართულებით არის მიმართული. ჩვეულებრივ კომეტის კუდი მზის საპირისპიროდ არის მიმართული. ამიტომ ეს მოვლენა ძალიან იშვიათია და ფიზიკურ ჯეტად, ანუ ჭავლად მიიჩნევა. მესამე, X სხივების გამოსხივება. იაპონელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ კომეტა ასხივებს რენტგენის სხივებს, რაც მიუთითებს მზის ქარისა და კომეტის გარშემო არსებული აირების ინტენსიურ ურთიერთქმედებაზე. ანუ, ეს სამივე საკითხიც ბუნებრივი წარმომავლობით იხსნება, თუმცა ამ სიახლეებმა აჟიოტაჟი მაინც გამოიწვია. წვანე ნათება კონსპიროლოგთა მიერ მიჩნეულ იქნა რადიოსიგნალებად. ბევრ პლატფორმაზე, TikTok-სა და YouTube-ზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კომეტა უცნაურ რადიოსიგნალებს გამოსცემს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რადიოტელესკოპები მას აკვირდებიან, მაგრამ არანაირი ტექნოლოგიური სიგნალი არ დაფიქსირებულა. ახლა შეიძლება ვინმე თქვას, რომ ამ ყველაფერს მალავენ. ვერა, რადგან რადიოსიგნალი ისეთი რამაა, რაც შეიძლება რიგითმა რადიომოყვარულმა ცოტა უკეთესი სიმძლავრის რადიომიმღებითაც კი მიიღოს. მეორე საკითხი კი, თუ ასე როგორ შეკრა ყველამ პირი მსოფლიოში, მეცნიერებმაც და მთავრობებმაც. როდესაც ვხედავთ, რომ მაგალითად რუსეთი და ჩინეთი ევროპასთან და ამერიკასთან მკვეთრად დაპირისპირებულია, თუ არაფერს იტყოდნენ, ვინმე თუ არაფერს იტყოდა. ფორმის ცვლილებაზეც ატყდა ერთი ამბავი. გავრცელდა ფოტოები, სადაც კომეტას პეპლის ან ფრთიანი ხომალდის ფორმა აქვს. სინამდვილეში ეს არის კომეტის კომა, გაზის ღრუბელი და 2 კუდი, რომლებიც გარკვეული კუთხით ასეთ ვიზუალს ქმნის. ამას დამატებული მონტაჟი ფოტოედიტორებითა და ხელოვნური ინტელექტის რესურსები და ვუალა, ხომალდის გამოსახულებაც მიღებულია. ახლა უფრო სერიოზულად. ანტიკუდისა და ეგრეთ წოდებული ფრთიანი კომას შესახებ ნიუსზე და ვიდეოზე მზადდებოდა. მათ შორის სერიოზულმა მედია გამოცემებმა დიდი ამბავი აწიეს, რომ მგონი დაგვერხა. რაღაც ისე არ არის და ავილოებს ჟურნალისტების რიგიც დაუდგა. რა თქმა უნდა, რა უნდა მოვკითხოთ პასუხისმგებლიანი გაშუქების ამბავში იუთუბერებსა და TikTok კრეატორებს, როდესაც გავლენიანმა მედია საშუალებებმაც ისეთი კონსპირაციები აქვეყნეს. მე მაინც სიმართლისა და მეცნიერების მხარეს დავრჩები და არ შევუწყობ ხელს დეზინფორმაციას, რადგან სიმართლე მაინც შეგვრჩება ბოლოში. მეტად გავშლი ამ მოსაზრებებს.
დეკემბრის დასაწყისიდან, რაც უფრო მეტად მოუახლოვდა კომეტა 3i ატლასი დედამიწას. ასტრონომებმა რამდენიმე ისეთი მახასიათებელი დააფიქსირეს, რომლებიც მას ჩვეულებრივი ჩვენი მზის სისტემის კომეტებისგან განასხვავებს. პირველი, ანტიკუდი და მისი ორიენტაცია. დეკემბრის პირველ კვირაში კომეტამ გამოავლინა ეგრეთ წოდებული ანტიკუდი. ჩვეულებრივ კომეტას კუდი მზის საპირისპირო მიმართულებით აქვს და ეს მზის ქარის გამო, რომელიც დამუხტულ ელექტრულ ნაწილაკებს აჩქარებს და ობიექტს ეჯახება. ატლასს კი გაუჩნდა მეორე, მოკლე და კაშკაშა კუდი, რომელიც თითქოს პირდაპირ მზისკენ არის მიმართული. მეცნიერული ახსნა ასეთია. ეს ოპტიკური ილუზია, რომელიც მაშინ ხდება, როცა დედამიწა კომეტის ორბიტალურ სიბრტყეს კვეთს. ჩვენ ხედავთ კომეტის მიერ დატოვებულ მტვრის დიდ ნაწილაკებს, რომლებიც მის ორბიტაზეა გაფანტული. თუმცა ამ კომეტის შემთხვევაში ეს ანტიკუდი უჩვეულოდ მკვეთრი და გრძელია. ესეც ალბათ შემადგენლობის გამო. მეორე, ფრთიანი ან ორკაპა კომა. ტელესკოპებით გადაღებულ ფოტოებზე გამოჩნდა, რომ კომეტის თავი, კომა, არ არის სიმეტრიული სფერო. მას აქვს ორი მკაფიო ფრთა ან რქა. რატომ არის ეს უცნაური? ასეთი ფორმა მიუთითებს იმაზე, რომ კომეტის ბირთვიდან გაზების ამოფრქვევა ხდება, არა მთელი ზედაპირიდან, არამედ კონკრეტული წერტილებიდან, ჯეტებიდან. ეს გვაგონებს ცნობილ კომეტა 12P ფონს ბრუკს, რომელსაც ეშმაკის კომეტას ეძახდნენ, მაგრამ ვარსკვლავთშორისი ობიექტისათვის ასეთი აქტივობა ძალიან იშვიათია. მესამე ეს არის ფერის მკვეთრი ტრანსფორმაცია. თუ ნოემბერში 3i წილადი ატლასი მოწითალო მოყავისფრო ობიექტად ჩანდა, რაც ტიპურია შორეული, გაყინული სხეულებისათვის, დეკემბერში მან ინტენსიური ზურმუხტისფერი ნათება შეიძინა. ანომალია. მწვანე ფერი კომეტებისათვის უცხო არ არის ორ ატომიანი ნახშირბადის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. თუმცა, ამ შემთხვევაში ფერის ცვლილება მოხდა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად. ეს ნიშნავს, რომ მზის სითბომ შეაღწია კომეტის იმ შრეებში, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში სხვა ვარსკვლავურ სისტემაში იყო გაყინული. ჩვენ ფაქტობრივად სხვა ვარსკვლავის ქიმიურ შემადგენლობას ვხედავთ, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ორთქლდება. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი მაინც და მაინც 19 დეკემბრისთვის? ამ უცნაურობებმა, ჯეტებმა, ანტიკუდმა და ფერის ცვლილებამ პიკს სწორედ 19 დეკემბერს მიაღწია, როცა ობიექტი ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო. ასტრონომები იმედოვნებდნენ, რომ ამ დღეს შეძლებდნენ იმის დანახვას, ბრუნავს თუ არა კომეტის ბირთვი და აქვს თუ არა მას რაიმე მყარი, არა ბუნებრივი სტრუქტურა, რაზეც აქამდე ღიად ავილოები საუბრობდა. სწორედ 19 დეკემბერს ასტრონომებმა გამოიყენეს მსოფლიოს უმსხვილესი ტელესკოპები, მათ შორის ჰაბლი და ჯეიმს ვებიც, რათა მიიღონ პასუხები შემდეგ უმნიშვნელოვანი საკითხებზე. პირველი, ბირთვის ზუსტი ზომა და ფორმა. ამ დრომდე კომეტის ბირთვი, ანუ მყარი ნაწილი გახვეულია მტვრისა და აირის ღრუბელში. მეცნიერებს სურთ გაიგონ, არის თუ არა ბირთვი ერთი მთლიანი სხეული, თუ ორი გადაბმული ნაწილია. მისი ფორმა არის თუ არა ეს ისეთივე უცნაურად წაგრძელებული, როგორც პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა იყო. მეორე, ქიმიური თითის ანაბეჭდი. ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან 3i წილადი ატლასი სხვა ვარსკვლავური სისტემიდანაა. ის სხვა რეცეპტით არის შექმნილი. ასტრონომები დააკვირდებიან სპექტრს, რათა გაიგონ, რამდენად განსხვავდება მისი წყლისა და ნახშირბადის თანაფარდობა ჩვენი მზის სისტემის კომეტებისგან. შეიცავს თუ არა ის ისეთ იზოტოპებს ან ელემენტებს, რომლებიც ჩვენს სისტემაში იშვიათია. ეს გვეტყვის, როგორი პირობებია იმ შორეულ სისტემაში, საიდანაც ის მოვიდა. მესამე, არაგრავიტაციული აჩქარების საიდუმლო. როგორც უკვე ვახსენე, კომეტა იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე მხოლოდ მზის მიზიდულობა განაპირობებს. 19 დეკემბერს მეცნიერები დააკვირდნენ ჯეტებს, ანუ გაზის ჭავლებს. თუ დაინახავენ, რომ აჩქარება ზუსტად ემთხვევა გაზის ამოფრქვევის წერტილებს, მაშინ ხელოვნური წარმოშობის თეორია საბოლოოდ გამოირიცხება. თუ აჩქარება შემდგომშიც გაგრძელდა გაზის აქტივობის გარეშე, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ავილოებისა და სხვა მეცნიერების ინტერესს მისი ანომალიურობის მიმართ. მეოთხე, დაიშლება თუ არა კომეტა. ვარსკვლავთშორისი კომეტები ხშირად ვერ უძლებენ ჩვენი მზის სიცხეს და დედამიწასთან მოახლოებისას იწყებენ დაშლას, ფრაგმენტაციას. 19 დეკემბერი იყო კრიტიკული მომენტი იმის სანახავად, გადარჩებოდა თუ არა 3i ატლასი, როგორც ერთიანი სხეული, რადგან მომდევნო დღეებში, როდესაც ეს კომეტა ჯერ კიდევ ჩვენს სიახლოვეს იქნება, შეიძლება განადგურდეს.
ასტრონომებისათვის ეს არის სხვა სამყაროს ნიმუში, რომელიც ჩვენთან ხუმრობით რომ ვთქვა, ლაბორატორიაში თავად თავისი ფეხით მოვიდა ამ ყველაფრის საჩვენებლად. მეცნიერები ელიან არა მწვანე კაცუნების დანახვას, არამედ იმის გაგებას თუ რამდენად ჰგავს ან განსხვავდება სხვა ვარსკვლავური სისტემების შემადგენლობა ჩვენისგან. ამის მიუხედავად კონსპირაციები, იგივე შეთქმულების თეორიები არ წყდება და უხვად ვრცელდება. თუ რომელიმე ასეთ ჰიპოთეზას ან თეორიას მეცნიერება არგუმენტირებულ პასუხს გასცემს, ამავე თეორიების შემქმნელები, გამავრცელებლები და გამზიარებლები უკვე ამბობენ, რომ მალავენ, არ გვიმხელენ. მეცნიერები რასაც უნდა იმას ამბობენ. შემდეგ უკვე ყველაფრის უარყოფა ხდება მათი არგუმენტი. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუმტკიცებ. მოდი ახლა მოგიყვებით უკანასკნელ სენსაციებზე. სენსაციური თეორიები იმის შესახებ, რომ 3i ატლასი შესაძლოა ხელოვნური წარმოშობის იყოს, მხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულებისგან არ მოდის. ამ ეჭვებს საფუძვლად უდევს რამდენიმე კონკრეტული ასტროფიზიკური დაკვირვება, რომლებიც ჩვეულებრივ კომეტებს ნაკლებად ახასიათებთ. აი, რატომ ფიქრობს ხალხის ნაწილი და ზოგიერთი მეცნიერიც, რომ ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიური ობიექტი? პირველი, ოუმუამუას პრეცედენტი. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა გამოჩნდა. მას ჰქონდა ძალიან უცნაური, წაგრძელებული ფორმა და აჩქარდა ისე, რომ არ გამოუყვია გაზები. კომეტის კუდი არ ჰქონდა. ჰარვარდის პროფესორმა ავილოებმა მაშინ წამოაყენა ჰიპოთეზა და არა თეორია, რომ ეს იყო სინათლის აფრა, უცხოპლანეტური ტექნოლოგია, რადგან 3i ატლასი ასევე სხვა ვარსკვლავური სისტემიდანა, ბუნებრივია ეჭვები მასზეც გადავიდა. მეორე, არაგრავიტაციული აჩქარება. ეს არის მთავარი მიზეზი. კომეტა მოძრაობს უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მზის მიზიდულობის კანონები კარნახობს. მეცნიერული ვერსია. ეს არის დეგაზაცია. კომეტიდან გამოსული ორთქლი რეაქტიული ძრავის როლს ასრულებს, რადგან გაზების გამოსვლის წნება წარმოუდგენლად მაღალია და ის აჩქარებს ობიექტს. ტექნოლოგიური ვერსია. ეჭვების საფუძველია ის, რომ აჩქარება ძალიან თანაბარია. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ძრავის მუშაობა ან მზის რადიაციის გამოყენება გადასაადგილებლად. მესამე, სტრუქტურული ანომალიები. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც კომეტის კომა, ირგვლივ არსებული ღრუბელი, ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზოგმა ეს აღიქვა როგორც ხომალდის ორი ფრთა ან კორპუსი. სინამდვილეში ეს გამოწვეულია ბირთვის ბრუნვით და გაზების ამოფრქვევის კუთხით, თუმცა ვიზუალურად ის მართლაც ძალიან ჰგავს ფანტასტიკური ფილმების ხომალდს. მეოთხე, რადიოტალღების ძიება. პროექტმა Brickstrom Listen, რომელიც კოსმოსში უცხოპლანეტურ სიგნალებს ეძებს, 3i ატლასზე დაკვირვება დაიწყო. თავად ის ფაქტი, რომ ასეთი სერიოზული ორგანიზაცია მას რადიოტელესკოპებით უსმენს. საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ მეცნიერებმა რაღაც იციან. სინამდვილეში ეს სტანდარტული პროცედურაა ნებისმიერი ვარსკვლავთშორისი სტუმრის შემთხვევაში, უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის. მეხუთე, ანტიკუდის ფენომენი. როგორც უკვე არაერთხელ ვახსენე, 3i ატლასს აქვს კუდი, რომელიც მზისკენ არის მიმართული. შეთქმულების თეორიების მომხრეები ამბობენ, რომ ეს არ არის მტვერი, არამედ ენერგეტიკული სხივია, რომლითაც ხომალდი მზისგან ენერგიას იღებს. და რა არის რეალობა? ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი ფიზიკური მტკიცებულება, რომ ეს ობიექტი ხელოვნურია. მას არ გამოუცია რადიოსიგნალი. მისი შემადგენლობა წყლის, ორთქლი, ნახშირბადი ტიპურია კოსმოსური სხეულებისათვის, უბრალოდ განსხვავებული თანაფარდობით, ვიდრე აქამდე ვიცოდით. 3i წილადი ატლასის უცხოური წარმოშობა, ანუ სხვა ვარსკვლავიდან მოსვლა, თავისთავად იმდენად დიდი მოვლენაა, რომ მას ავტომატურად ეწებება მფრინავი თეფშის იმიჯი. მაინც რას ნიშნავს უცხოპლანეტური წარმოშობა? ტერმინი უცხოპლანეტური აქ ორი მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას. სამეცნიერო გაგებით, დიახ, ის არის უცხო, interstellar, რაც ნიშნავს, რომ ის არ დაბადებულა ჩვენს მზის სისტემაში, ვარსკვლავთშორისია. ის მოვიდა სხვა ვარსკვლავთშორისის სივრციდან. ეს ფაქტი დადასტურებულია მისი ტრაექტორიით, ჰიპერბოლური ორბიტით, რომელიც აჩვენებს, რომ ის მზის მიზიდულობას არ ემორჩილება და აქ მხოლოდ სტუმრადაა. პოპულარული გაგებით კი, ზოგიერთი წყარო მიანიშნებს, რომ ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ობიექტი ან უცხოპლანეტური ზონდი. ამის არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს.
კომეტა 3 აი ატლასის ზუსტი წარმომავლობა ასტრონომებისათვის ჯერ კიდევ კვლევისაგანია, თუმცა მისი ტრაექტორია ერთ რამეს ცალსახად ამბობს. ის ჩვენი მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავებს შორის სივრცეში დაიბადა. არ ეკუთვნის მზის სისტემის იმ საცავებს, საიდანაც ჩვეულებრივი კომეტები მოდიან, მაგალითად ოორტის ღრუბელს ან კოიპერის სარტყელს. ის ჩვენს სისტემაში შემოიჭრა ქნარის, იგივე ლირას თანავარსკვლავედის მიმართულებიდან. კომპიუტერული სიმულაციებით მეცნიერები ცდილობენ უკან გადაახვიონ მისი გზა, რათა იპოვონ კონკრეტული ვარსკვლავი, საიდანაც ის შესაძლოა გამოიტყორცნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის შესაძლოა მოდიოდეს ვეგას ვარსკვლავური სისტემიდან ან მის მიმდებარე რეგიონიდან, რადგან სწორედ ამ მხრიდან შემოვიდა ჩვენთან. გამოტყორცნის მექანიზმი კი ასეთი უნდა იყოს. სავარაუდოდ მილიარდობით წლის წინ ამ სხვა სისტემაში არსებულმა გიგანტურმა პლანეტამ, მაგალითად ჩვენ იუპიტერის მსგავსმა, თავისი გრავიტაციით მოისროლა ეს კომეტა კოსმოსურ სივრცეში. შესაბამისად, იმისათვის რომ კომეტა თავისი მშობლიური სისტემიდან გამოაგდო და ვარსკვლავშორის სივრცეში გაუშვა, საჭიროა უზარმაზარი გრავიტაციული ძალა. ასტრონომები მას კოსმოსურ დემლილს უწოდებენ. ის მილიონობით, შესაძლოა მილიარდობით წლის განმავლობაში მოგზაურობდა აბსოლუტურ სიბნელეში, ვარსკვლავებს შორის, სანამ შემთხვევით ჩვენს სისტემას არ ესტუმრა. რატომ არის ამ უცხო სტუმარის წარმოშობა ასეთი მნიშვნელოვანი? რადგან ის სხვა ვარსკვლავთან ჩამოყალიბდა, მისი შესწავლით ჩვენ ვიგებთ, როგორი ქიმიური ელემენტებია galaktikis სხვა ნაწილებში. არის თუ არა წყალი და ორგანული მოლეკულები სხვა ვარსკვლავებთანაც, რაც თავის მხრივ სიცოცხლის არსებობის შანსებს ზრდის. მისი შესწავლით შეგვიძლია გავიგოთ, მოგზაურობენ თუ არა ორგანული ნივთიერებები ვარსკვლავებს შორის. თუ ეს კომეტა შეიცავს რთულ ნახშირწყალბადებს, ეს ამყარებს თეორიას, რომ სიცოცხლის თესლი შესაძლოა მთელ galaktikაში ერთი სისტემიდან მეორეში გადადიოდეს ასეთი ობიექტების მეშვეობით. ჰგავს თუ არა სხვა პლანეტების ფორმირების პროცესი ჩვენსას. მისი ტრაექტორიისა და შემადგენლობის შესწავლით მეცნიერები აკეთებენ იმ ვარსკვლავური სისტემის მოდელირებას, საიდანაც ის წამოვიდა. ეპიზოდის ბოლოსკენ კი კიდევ ერთხელ დავუთმობ დროს ჰარვარდის ასტროფიზიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორს, თეორეტიკოსსა და მკვლევარს პროექტ გალილეოს ხელმძღვანელს, აბი ლოებს, რაზეც დასაწყისში დაგვერდით. მოდი მოვუსმინოთ მეცნიერის მოსაზრებას. რაც არ უნდა გამაკრიტიკონ ჩემი პოზიციის გამო, მე მაინც მჯერა რომ თუნდაც ობიექტს გარს აკრავდეს გაზი და მტვერი, ეს არ ნიშნავს რომ ის ბუნებრივია. წიგნს ყდით არაფასებენ. შესაძლოა ეს მხოლოდ ზედაპირია, რომელმაც გზად მტვერი და ყინული შეაგროვა და შიდა სტრუქტურასთან კავშირი არ ჰქონდეს. მაგრამ ამის მიუხედავად ვისაუბროთ სამეცნიერო მტკიცებულებებით. NASA ამბობს, რომ ეს კომეტაა, მაგრამ შესაძლოა არც იყოს. შესაძლოა ეს იყოს უცხო პლანეტური ტექნოლოგია, რომელიც კომეტად არის შენიღბული. რა არის ახალი ინფორმაცია? ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ თუნდაც სტუმარი იყოს, ის ჩვენზე იქნებოდა კონცენტრირებული, მაგრამ ეს სრულიად გაუმართლებელია. კრიტიკის დიდი ნაწილი ჩნდება იმიტომ, რომ მეცნიერები ხშირად ეყრდნობიან მხოლოდ ძველ წარმოდგენებს. თითქოს კოსმოსში მხოლოდ ბუნებრივი ქანები არსებობს, თუმცა ჩვენ თვითონ გავუშვით ხელოვნური ობიექტები კოსმოსში და ზოგჯერ ისინიც კი აგვერია ასტეროიდებში. მაგალითად, ტესლა როდსტერის შემთხვევა. ეს აჩვენებს, რამდენად ადვილია შეცდომა შეზღუდული მონაცემების პირობებში. ადამიანი მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელია არსებობს, ეს დედამიწის ასაკის 1/10%-იც კი არ არის. მოგზაურობა galaktikაში მილიარდი წელი გრძელდება. ვინც ტექნიკა ჩვენსკენ გამოაგზავნა, ჩვენ არ ვყავდით მხედველობაში. ეს გავს სწვეულებაზე დაგვენებით მისვლას და ფიქრს, რომ ვიღაც სპეციალურად შენთვის ელოდებოდა ცეკვას. აბსურდია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინასწარი ვარაუდები, უნდა დავაკვირდეთ. თუ ეს უცხოპლანეტური ტექნოლოგია აღმოჩნდა, პოტენციური საფრთხე არსებობს. თუნდაც შანსი მცირე იყოს, ეს შავი გედის მოვლენაა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მომდევნო 10 წლეულებში ბევრ ინტერსტელარულ ობიექტს ვიხილავთ. ჩემი რეკომენდაციაა, ყველა მათგანი შეფასდეს 0-დან 10-მდე შკალით. ამ ობიექტებს აღმოაჩენს რუბინის ახლად გახსნილი ობსერვატორია ჩილეში. მე თავიდან იმიტომ ვეჭვობდი მის ტექნოლოგიურ წარმოშობას, რომ მისი ტრაექტორია პლანეტების სიბრტყეს ემთხვევა. თუმცა ამის შემთხვევითობის შანსი 1/500-დან. ახლა ვხედავთ, რომ მისი ანტიკუდი, ჭავლი, რომელიც მზისკენ არის მიმართული, ისევ არსებობს. ჰაბლის ტელესკოპის ახალი სურათიც აჩვენებს ჭავლს მზისკენ და არა მისგან მოშორებით, რაც კომეტებისთვის ანომალიაა.
ამის გარდა ეს ობიექტი ძირითადად ნიკას გამოყოფს და ძალიან ცოტა რკინას, რაც მხოლოდ ინდუსტრიულად დამზადებულ შენადნობებში გვხვდება. მეცნიერებაში ინტუიციის ადგილი არის, მაგრამ მირჩევნია მონაცემებს დაველოდო. იანვრისთვის მეტი გვეცოდინება, თუ გაზების შემადგენლობა ბუნებრივი იქნება. დამშვიდდებით, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ის იუპიტერთან გავლისას მოწყობილობებს ტოვებს, მაშინ ის ტექნოლოგიურია. აქვე მინდა ვისარგებლო და აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ინტერნეტში გამოჩნდა ყალბი ვიდეოები, სადაც ხელოვნური ინტელექტი ჩემი სახელით საუბრობდა. YouTube-მა ეს არხი მალევე წაშალა. ეს მომავლის დიდი გამოწვევაა. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი კონტენტი ყალბისგან? რაც შეეხება მთავრობის მიერ ინფორმაციის დამალვას, მე არ ვიცი, რა აქვთ მათ, მაგრამ 50 წლის წინანდელი მონაცემები მეცნიერებისათვის უნდა გაასაჯაროონ. მე ხელმძღვანელობ გალილეოს პროექტს, სადაც თავად ვაკვირდები ცას. მე პირადად არასდროს მქონია შეხება ამ მოუცნობ ობიექტებთან, მაგრამ სხვების მონაცემებს სერიოზულად ვეკიდები. სანამ მეცნიერულად არ გადავამოწმებ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან თუ უკეთესის ძიებას არ დაიწყებ, მას ვერასდროს იპოვი. კომეტა 3i წილადი ატლასის წარმოშობის კვლევა მეცნიერებისათვის იგივეა, რაც არქეოლოგისთვის სხვა კონტინენტზე ნაპოვნი უცნობი ცივილიზაციის ნივთი. ეს არ არის უბრალოდ კოსმოსური ქვა. ეს არის სხვა ვარსკვლავური სისტემის ელჩი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმ ადგილებზე, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ ასდროს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვერ მივა. რაც უფრო ახლოსაა ობიექტი, მით უფრო ზუსტია სპექტროსკოპული ანალიზი. 19 დეკემბერს მიღებული მასალებით მეცნიერები შეძლებენ დაშალონ კომეტის სინათლე და დაინახონ მისი შემადგენელი, თითოეული ატომი. ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ასე დეტალურად შევისწავლით სხვა ვარსკვლავის მიერ გამოგზავნილ მასალას. ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვერ მივიღებთ, რადგან ჯერ სხვადასხვა დაკვირვების შედეგად მიღებული მასალები უნდა შეგროვდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და სხვადასხვა ტელესკოპიდან. შემდეგ მოხდეს თითოეული ცნობის გაანალიზება, შეჯერება და შეჯამება. აი, ამის შემდეგ გამოქვეყნება ფართოდ ეს მონაცემები. მანამ კი ყველა მსჯელობა მხოლოდ სპეკულაცია და სენსაციით თამაში იქნება. მისი ორბიტა არის ჰიპერბოლური. ეს ნიშნავს, რომ მან ერთხელ შემოუარა მზეს და ახლა სამუდამოდ წავა სხვა ვარსკვლავებისკენ. და ბოლოს, რატომ უნდა ვენდოთ მეცნიერებას? მეგობრებო, მე პირადად ტელესკოპი არ მაქვს და არ სხვა აპარატურა, ისევე როგორც თქვენ. ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ობიექტს. შესაბამისად, ვისმენთ და ვეძებთ წყაროებს, რომელთაც ეს ტექნოლოგიური და პროფესიული შესაძლებლობა აქვთ. ასეთი წყაროები ოფიციალური სამეცნიერო საზოგადოებებია, NASA-დან, სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოდან თუ უნივერსიტეტიდან. მეორე მხარეს კი არიან პროვოკატორები, დეზინფორმატორები და სკანდალს მოწყურებული პიროვნებები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერში ეჭვის შეტანით, ჯერ დააბნიონ საზოგადოება, შემდეგ კი გაავრცელონ თავიანთი კონსპირაციები და მარტივად დააჯერონ. ასე იქნება ქაოსი. ყველაფრის უარყოფა ძალიან მარტივია. არგუმენტირებულად და ფაქტებით დამტკიცება რთული. რასაც მეცნიერება მეტნაკლებად აკეთებს კიდეც. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ სკეპტიკოსები არ უნდა ვიყოთ გარკვეულ საკითხებში და ყველაფერს ბრმად ვენდოთ, თუნდაც NASA-დან ან კითხვები არ დავსვათ. პირიქით, მაგრამ რაციონალურობის, საღი აზრის შენარჩუნების ფარგლებში. ერთია რა ვსურს, რომ იყოს ეს ობიექტი და მეორეა სიმართლე, რომელიც ჯერ პრინციპში 100%-ით არავინ იცის. სწორედ ამიტომ ვირჩევ მე ოფიციალური მეცნიერების მხარეს დგომას. თუმცა გთავაზობთ ყველა მოსაზრებას. ვიმედოვნებ, რომ მონაცემების ანალიზი მალე მოხდება და მეც სიახლეს გავიგებთ ამ ობიექტის შესახებ. შენი მოსაზრება აუცილებლად დააფიქსირე კომენტარების ველში. მოიწონე და გააზიარე ეს ვიდეო. ასევე გთხოვ, რომ გამოიწერო კოდის YouTube არხი. დროებით.